გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. JETEX ISO სერტიფიცირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი. უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან. მშვიდობისა დღეს სამშაბათია და ამ დროიდან BMG-TV-ზე უძრავი ქონების პროსპექტის 2 დეკემბრის გამოშვებას ვიწყებთ. მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სექტორში მიმდინარე მთავარი თემების შესახებ გუგა კობახიძესთან ერთად მე თათია ჩაფიჩაძე ვიმუშავებ და მოგიყვებით ამბებს გადაცემის უცვლელი პარტნიორი და მხარდამჭერია სამშენებლო დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფი. მოგესალმებით, როგორც ჩვენმა მკითხველმა და მაყურებელმა უკვე იცის, გასულ სამშაბათს სექტორთან წლის შემაჯამებელი კონფერენცია გავმართეთ, რომლის მთავარი თემა უსაფრთხოება იყო. უსაფრთხო უძრავი ქონება თავის თავში რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს აერთიანებს, თუმცა 2025 წლის აქტუალური თემა სექტორისთვის შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური სტაბილურობაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სატელევიზიო ფორმატში გაგვეგზელებინა გრემო 2025-ზე გამოტანილი საკითხები. ბოლო მონაცემებით, რომელიც TBC კაპიტალმა წარადგინა, პირველად ბაზარზე ბინების 70%-ზე მეტი შიდა განვადებებზე მოდის, მიზეზი კი საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან გამკაცრებული დაკრედიტების პირობებია. საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით დეველოპერულმა სექტორმა მათივე ტერმინოლოგიით ეგზოტიკური განვადებების სქემა შეიმუშავა, რაც ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების დაკრედიტების დიდი ნაწილი დაკვირვების მიღმა რჩება. კვლევითი ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ამ მხრივ ბაზარზე ბოლო წლებში არსებული ტენდენცია საყურადღებოა, რადგან დეველოპერული კომპანიებს არ შესწევთ უნარი რისკების ანალიზი მოახდინონ იმგვარად, როგორც ამას საფინანსო ინსტიტუტები აკეთებენ. შესაბამისად, რისკები ამ ნაწილში გაზრდილია და ამის შესახებ იციან საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც ბოლო თვეებია ბიზნეს ასოციაციის ჩართულობით სექტორთან შეხვედრები იმართება. შეიძლება მიმდინარეობს უძრავი ქონების სექტორის დაკრედიტების წესების ცვლილებაზე, რომელმაც ერთი მხრივ დეველოპერებისთვის საბანკო საკრედიტო პროდუქტების ხელმისაწვდომობა უნდა გააფართოვოს, მეორე მხრივ კი ეტაპობრივად შიდა განვადებები იპოთეკური სესხებით უნდა ჩაანაცვლოს. სხვათა შორის მიმდინარე წლის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ კლება ამ ნაწილში უკვე საგრძნობია. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქართულმა ბანკებმა სულ 27371 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს, რაც თითქმის 12%-ით, ანუ 4958 ერთეულით შემცირებული მაჩვენებელია. რა დაასტიმულირებს ამ მონაცემების ზრდას ამ დროისთვის არ კონკრეტდება, თუმცა საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ შეღავათების სექტორისთვის ხელშესახები იქნება. დღეის მდგომარეობით შემიძლია ცალსახად თქვა, რომ მითითებები უკვე არსებობს, რომელიც ეხება თანამონაწილეობის ზღვარის შემცირებას დეველოპერის მხრიდან, როდესაც არის შესაძლებელი, რომ დააფინანსო და იპოთეკარების მხრიდან, ანუ იპოთეკის ამღები პირების მხრიდან შემცირდა თანამონაწილეობის ნაწილი. დღეს ჯერჯერობით ადრე არის საუბარი, როდის შეძლებს დეველოპერი იპოთეკის ამღები პირის მიერ ჩარიცხული თანხის სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებას, იმიტომ რომ ეს მოლაპარაკების საგანი არის. მოლაპარაკების საგანი გულისხმობ ინსტრუქციაში რა ჩაიწერება და მეორე საკითხი არის, რომ ბანკისგან მოთხოვნილი არის, რომ თუ აფინანსებს დეველოპერს, ცალსახად უნდა აიღოს ვალდებულება ბანკმა, რომ 100%-ით დააფინანსებს, ანუ სრულად დაასრულებინებს აღნიშნულ მშენებლობას, რაც ასევე ქმნის ხოლმე დეველოპერისთვის პრობლემებს. სრულად, რაც მაგალითისთვის, რომ ვთქვათ, 5-6 წლის წინ როგორც იყო ეს დაფინანსება, ცალსახად შემიძლია, რომ ისეთი მარტივი წესით დარგით არ იქნება იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც პირველადაც ნახეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამარტივდება მნიშვნელოვნად და არ შეუწყობს ხელს უფრო მეტი მსესხებლისთვის სესხის მიცემას.
ფინანსურ უსაფრთხოებას ეწუნება 2 დეკემბრის უძრავი ქონების პროსპექტის ეთერი ქონდა სურვილი ეროვნული ბანკის და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებისთვისაც მოგვესმინა, თუმცა იმ ახსნით, რომ დეტალები ამ დროისთვისაც დაუზუსტებელია, მათ გადაცემაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავეს, ამიტომ ბიზნესსა და ეკონომისტებთან ერთად შევეცდებით ვითარების მიმოხილვას. სტუდიაში იბერკომპანიის დირექტორი ლევან დიასამიძე, გალტენ-ტაგარტის ასოცირებული მკვლევარი ზოგა თავყელიშვილი, ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი და იურიდიული კომპანია OKNCG-ს დამფუძნებელი ოთარ გაჭკეჭიშვილი გვერდდებიან. ბათუმიდან ჩართვით კი დეველოპერული კომპანია ILTG Group-ის კომერციული დირექტორი ვალერი გურგენაძე შემოგვერდება. რამდენიმე წუთში იქამდე სტუდიაში გადავინაცვლებ. მოგესალმებით, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა შიდა განვადებების თემა. ვახსენე, რომ 73% მოდის. სექტორის ნაწილი ამას რისკის შემცველად აფასებს, ნაწილი მაგალითად არქის წარმომადგენელი ამბობს, რომ სისტემა იმდენად სრულყოფილად არის აწყობილი, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს არ შექმნის. მეტალევან, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, რამდენად ხედავთ გამოწვევებს და რა მიმართულებით ემუშავებით მარეგულირებელს? ჩემთვის ალბათ შედარებით მარტივია ამ პროცესების გაგება და შეგრძნება იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 16 წელი საბანკო სისტემაში მაქვს გატარებული და პირდაპირ ვეხებოდი იპოთეკურ სესხებსაც, ამოხმარებელს და პორტფელს და პორტფელის ზრდას, ესე ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ დეველოპერებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, სხვა შემთხვევაში გაყიდვები ვერ შედგებოდა, იმდენად მაღალია საპროცენტო პროცენტი თვითონ გაყიდვების, რომელიც მოდის განვადებით გაყიდულ ბინებზე და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსდეს რისკები. ანუ დეველოპერები ჩვენ გამოვდივართ, ესე ვთქვათ, შევდივართ იმ ბიზნესში, რომელიც რეალურად ჩვენი ბიზნესი არ არის და აქ გარკვეულწილად ეროვნული დამოკიდებულება ყოველთვის იყო, ამასთან ძალიან სიფრთხილით უდგებოდნენ, აკვირდებოდნენ და დღეს მდგომარეობით მე ვფიქრობ, რომ გარკვეული კონტროლი ამასთან მიმართებაში აუცილებელია. იქიდან გამომდინარე, რომ დეველოპერების რაოდენობაც რადიკალურად არის გაზრდილი და კომპეტენციები დაკრედიტების კუთხით ფაქტიურად არ არსებობს. ჩვენ ვცდილობთ გარკვეულწილად გადავამოწმოთ, რომ ხვალდაზე არ შეგვექმნეს პრობლემები, არ ვიცი, ეს არის კომპანიები ზოგიერთი ვცდილობთ, რომ კრედიტ ინფოში ვიყოთ ჩართული და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის საკმარის ინსტრუმენტები, არ არის იმოდენობის ინსტრუმენტები, რაც ბანკს აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველი ან ბანკებში უნდა გამარტივდეს ეს პროცესები, რომ დეველოპერს არ დაჭირდეს თავისი გაყიდვების სტიმულირებისთვის ესეთი გაყიდვების წარმოება, ან გარკვეულწილად შეიძლება ეროვნულის კონტროლის ქვეშ მოექცეს და განისაზღვროს გარკვეული ჩარჩოები დეველოპერებისთვის, ვისაც უფლება აქვს დაკრედიტებაში შევიდეს, იმიტომ რომ რეალურად არის საკრედიტო პროდუქტია, ესე ვთქვათ რა. რაც შეეხება თვითონ რისკებს დეველოპერის მხრივ, აქ რისკები მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ იურიდიულად იმდენად წინარე ნასყიდობებით და იმდენად გამყარებულია ეს პროცესი, რომ რაღაც მნიშვნელოვან დანაკლის რისკებში დეველოპერი ალბათ ვერ შედის, თუმცა შეიძლება და ალბათ ბევრს ექნება პრობლემები, ნაწილი გადახდილი აქვს, ვეღარ იხდის, ვეღარ აგრძელებს და ასე შემდეგ. სხვა პრობლემებთან არ მივიდეთ, აი ეს არის სწორად გასააზრებელი, სამომავლოდ არ მივიდეთ სხვა პრობლემებთან. რა არის ძირითადი მასტიმულირებელი მომხმარებლისთვის, რის გამოც შიდა განვადებებს იყენებენ? თქვენ ახსენეთ საბანკო პროცენტი, რომელიც დღეს მაღალია, მხოლოდ ეს არის საბანკო პროცენტის სიდიდე, თუ იქ არის კიდევ გარკვეული დამოკიდებულებებიც, რომ მათ შორის ურჩევნია ბანკთან ურთიერთობას, იყოს დეველოპერთან უფრო თავისუფალ ურთიერთობაში. არა მარტო ფასი, აქ არის პირველი მოქნილობა, ანუ როდესაც დეველოპერი ესე ვთქვათ აფინანსებს ყიდის ბინას, ეს ჩათვალეთ, რომ დაახლოებით 15 წუთიანი პროცესია, შეარჩია ბინა, იყიდა და არც გადამოწმება ხდება, არც შემოსავლების დადასტურება, არც ქონების შეფასება, აქ არაფერი, ეს პროცედურები, რაც ბანკში არის, რისკები, გადაწყვეტილების მიღება, უკან რაც ხდება ბანკში, აქ არაფერი არ ხდება, დროში ბევრად მოქნილია. მეორე რაც მნიშვნელოვანია, ბანკში როდესაც მიდიხარ, უნდა აკმაყოფილებდე გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს ჩამოყალიბებული და ყველა ბანკები ამით ხელმძღვანელობენ. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება თითქმის, აი მე ახლა რასაც უყურებ, ძალიან ბევრი ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, მოდის და იღებს დეველოპერთან, ჩვენთან ამ შემთხვევაში
ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკმაყოფილებინებთ ამ კრიტერიუმს. ეს არის თანამონაწილეობა მაგალითად, რომელიც უნდა იყოს სიტყვაზე 20%. ჩვენ ვცდილობთ, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც მშენებლობა დასრულდება და გადავა კლიენტი ბანკში, ეს 20% შევსებული იყოს. ასევე არის ესე ვთქვათ, შემოსავლის დადასტურება. შემოსავლის დადასტურება ერთის მხრივ აუცილებელია, მაგრამ მეორეს მხრივ გამოსავალია თუ 6 თვე ჩვენთან დაფიქსირებული აქვს payment-ები, გადახდები, ესე ვთქვათ, ყოველთვიური გადახდები ჩავარდნების გარეშე, ბანკი ამას აღიქვავს, რომ კრედიტუნარიანია მომხმარებელი და გასცემს სესხს. ანუ ჩვენ ვცდილობთ დავაკმაყოფილებინოთ კრიტერიუმები და გავხადოთ bankable ბანკისთვის მიმზიდველად. აი ეს არის ძირითადი, რის გამოც ერთი არის პროცესები, რაც მარტივია, მეორე ვაკმაყოფილებინებს კრიტერიუმებს და ფასიც, რა თქმა უნდა, აისახება გარკვეულწილად ჩვენა გვაქვს აღებული, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ფასში, ანუ პროდუქტის ფასში მაინც ჩადებული არის გარკვეულწილად. ამ თემაზე გრემოზე საუბრობდა ილთი ჯგუფი და მინდა რომ ვალერი გურგენაძეს ვთხოვო პირდაპირ ეთერში შემოგვიერთეს თუ გესმით ბატონო ვალერი მოგესალმებით მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას თქვენი გენერალური დირექტორი საუბრობდა რომ როდესაც მოდის კლიენტი და ამბობს ვინი შეძენის დაინტერესებულია ჩვენ ვთხოვთ რომ არ წახვიდეთ ბანკში და ჩვენ უფრო უკეთესი პირობით მოგყიდით ბინას რა არის ამის მიზეზი და თქვენ როგორ უყურებთ შიდა განმადებების თემას რა მთავარ დაბრკოლებებს და რისკებს ხედავთ მოგესალმებით სტუდიაში ყოველდღიურებს ეს მაყურებელს დიდი მადლობა გულწრფელისთვის და ზოგადად ამ თემის გაჩუქებისთვის. დიახ, ბატონო მახსენა არის ეგეთი მიგობა რომ ჩვენი და ჩვენი კოლეგა კომპანიების მხრიდან ეს ყველაფერი უკავშირდება იდეაში კრიტერიუმებს. რეალურად შევხედოთ თუ გლობალურად ხო შევხედოთ დეველოპერებზე მეტად სავარაუდო და პოტენციურ ზიანს ბანკები იღებენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხა არის მათ გარეთ. ჩვენ თავაზობთ ჩემმა კოლეგამ აქცენა კლიენტისთვის ძალიან მიმზიდველ მათზე მორგებულ რეალურად და ნაკლებად კაცრ პირობებს, რომ ჩვენთან შემოვიდეს ურთიერთობაში. შიდა განმადება რა თქმა უნდა შეიძლება მეტად მიმზიდველი იყოს კლიენტისთვის, თუმცა ეს არის ერთი კომპონენტი, რეალური ბიზნესი არის სხვაგან, იმიტომ რომ ვერ არის ჯერ ისე აწყვეტილი ურთიერთობა. ეს ეხება არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტში და თანამონაწილეობის, არის საუბარი თანამონაწილეობის ციფრის შემცირებაზე, თუმცა კიდევ უფრო მეტი პრობლემა არის დაკრედიტებული თანხის ათვისების ნაწილში ბანკებთან. აქ არ არის შეთანხმებული არანაირი იდეაში ჯერჯერობით ახალი კრიტერიუმები, თუმცა დიახ, ეროვნული ბანკი და სექტორი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ორივე სფეროსთვის და ორივე მიმართულებისთვის მისაღები პირობები გამოვა და რა იქნება დეველოპერებისთვის მისაღები პირობები? დეველოპერებისთვის მისაღები პირობები არის მშენებლობის პარალელური აქტივიზება თანხის. ეს არის მოთხოვნაც, ეს არის თხოვნაც, ეს არის ბიზნეს ასოციაციის ეგიდით ჩატარებული შეხვედრების შინაარსიც, მათ შორის თანადაფინანსების შემცირებას, რა თქმა უნდა, თანამონაწილეობის შემცირებას. თუმცა ათვისების ნაწილი გაცილებით კრიტიკულია. რაც შეეხება განმადებებს, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი მოთხოვნები ჩვენს გვაქვს და ჩვენი კრიტერიუმები, თუმცა ვეთანხმებით წინ გაუმსვლოს, აქ ჩვენ ფიზიკურად არ ხდება და ვერ ხდება ადამიანის გადახსნარიანობის შემოწმება. მაგრამ მაინც არ არის ეს იმხელა პროცენტი ჩვენს ვახვირდებით, რომელიც საბანკო სფეროსთვის პრობლემური გახდება. მე ვთვლი, რომ გადაწყვეტილება როცა იქნება მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ბანკები მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ და გაცილებით აქტიურები იქნებიან. აქ მეცდამე კომპონენტიც არის ეროვნული ბანკის მოთხოვნები. თვითონ ბანკებს აქვს შეზღუდვა სექტორის დაფინანსების ფილობრივად პორტფელიოში, მათ საერთო პორტფელიოში კონცენტრაციებია გაზრდილი საკმაოდ და ეს არის ერთ-ერთი ახსნა საფინანსო ინსტიტუტების დასახედია, იმიტომ რომ ბანკების თავის ზღვარზე არიან, რეალურად მათი მოთხოვნაც არის აქ ეროვნული ბანკის მიმართულებით, რომ ეს ციფრით გადაიხედოს, რეალურად მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ნამდვილად ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ ვერ გეტყვით, სანამ ეს სიტუაცია არ გადაწყდება, მანამ დეველოპერები, რა თქმა უნდა, აქცენტს და ძალიან მკვეთრ აქცენტს აკეთებენ განმადებების მოდელს. შიდა განმადებებით გაყიდვები მნიშვნელოვნად განსხვავდება თბილისისა და
აჭარის ბაზრებზე, რამდენი პროცენტია აჭარაში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად მყიდველების დაახლოებით 80-85% საინვესტიციო ყიდულობს და მათ შორის მათი ძალიან დიდი ნაწილი არარეზიდენტია. გეოგრაფიაში არის ნამდვილად განსხვავება, საგრძნობი, თუმცა მიდგომები არ არის კრიტიკულად განსხვავებული. რეალურად ორივე ადამიანის ჩვენ პროექტები თბილისში დგობს ბათუმში ცით და რეალურად ორივე კლიენტს, ესე რომ ვთქვა და ორივე მომხმარებელს აქვს ბანკთან თანამშრომლობის ტურბინ. ამას ყველა აფიქსირებს, უმეტესი წილი აფიქსირებს განსაკუთრებით არარეზიდენტების. თუმცა აქაც ჩვენი შეთავაზება არის ძალიან არგუმენტირებული, რომ ნებისმიერ პროცესის სარგებლის გარეშე შემაშეულია მშენებლობის პროცესში ისარგებლოს ამ ეგრეთ წოდებული უპროცენტო განვადებით და პრინციპში ჩვენი მოთხოვნაც ეგეთია. პირდაპირ ჩვენ ვერ დავამისარ ამ ეტაპზე და ამ მოცემულობით პირდაპირ ვერ დავამისამართებთ ადამიანს ბანკებში ან რა, იმიტომ რომ ჯერ არ გვაქვს ჩვენ ეგეთი პირობა და შეთანხმება, ეხლა არც ერთ დეველოპერი 3-4 წელი თანხას ვერ გაიყინავს, ანუ კომერციულ ბანკში. მადლობა ბატონ ვალერ, გიორგისთან გადავალ შემდეგი კითხვით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, საინტერესოა ეკონომისტის თვალის დანახული რისკები როგორია, ხედავთ თუ არა შიდა განვადების ნაწილში რისკებს და მეორეს მხრივ ეროვნული ბანკი, რომელიც პასუხისმგებელია საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოებაზე, მისი პოლიტიკა რამდენად სწორია მიმდინარე პერიოდის განმავლობაში და რა ტიპის ცვლილებები შეიძლება იყოს გამოსავალი. მადლობა, მივესალმები მაყურებელს, მოგესალმებით. პირველ რიგში ცოტა ესეთი პროვოკაციულ იმას ვიტყვი რა, რომ აი ვშელობთ რომ აი დიდი რაოდენობაა შიდა განვადებების, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ამას დავარქვევ თავის სახელს, რაც არის ფასი. შიდა განვადება მომხმარებლისთვის ნიშნავს საფასო შეღავაც. ის პერიოდი, როცა მას აქვს შიდა განვადება, ის არიხდის პროცენტს ბანკში და შესაბამისად საერთო ჯამში მისი შენაძენი მას უფრო იაფი უჯდება. შესაბამისად ის პროცენტს დეველოპერთან. დეველოპერში შიდა განვადებით შესყიდული უძრავი ქონება უფრო ძვირია. გარკვეულწილად პროცენტს მაინც ირიბად იხდის, მაგრამ ჩემი ვარაუდით ის იხდის უფრო ნაკლებს, ვიდრე გადაიხდიდა ბანკში როგორც მინიმუმ, ხო? აქედან გამომდინარე, ის რომ მას თუნდაც უჩნდება ილუზია, რომ ნაწილობრივ უფრო იაფად ყიდულობს უძრავ ქონებას, რა თქმა უნდა მას ამ ანუ ასეთ არჩევანის ასე ვთქვათ უპირატესობას დაანახებს. შესაბამისად თუ გვინდა რომ ვთქვათ რომ ანუ თუ ვამბობთ რომ თავარი პრობლემა არის რომ ამან მიიღოს დიდი მასშტაბი, აქ უნდა უფრო ჩემი აზრით შევხედოთ მოთხოვნის ნაწილს, ხო? ანუ როგორც ჩანს დეველოპერების ნაწილმა, ან დიდმა ნაწილმა შეიძლება ითქვას, თანხმობა განაცხადა აი ამ რაღაც საფასო შეჯიბრში შეყოლოდა მომხმარებელს. და შესაბამისად, როდესაც დღეს მივიღეთ სიტუაცია, რომ დეველოპერს უჭირს ამ შეთავაზების გარეშე ბაზარზე ოპერირება, მივიღეთ ეს რეალობა. ანუ ჩემთვის ეს არის პრობლემა და აქ ორ განსაკუთრებულ ნიუანსს მივიღებდი მხედველობაში, რომ ჩვენ რაღაცნაირად ისე წარმოგვიდგენია, რომ თუ არის შიდა განვადება, აღარ იქნება საბანკო დაფინანსება. როგორც წესია, ეს ასე არ არის. შიდა განვადება ვრცელდება საშუალოდ ჩემი ვარაუდით, რაც მაქვს მონაცემებიც, წელიწადი, 2 წელიწადი, მაგრამ თანხის დიდი ნაწილისთვის პრინციპში მომხმარებელი ადრეთო გვიან იძულებული არის მიმართოს საბანკო ინსტიტუტს. შესაბამისად, რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ თუ გვინდა ამაზე მსჯელობა, უნდა ცოტა აი ამასაც შევხედოთ, რა რომ ეს არის უბრალოდ გადავადებული იპოთეკური დაკრედიტების ინსტიტუტი და გადავადება ხდება იმ დაშვებით, რომ მე დღეს რაღაცა შეღავაც ვიღებ, რომ არ ვიხდი საპროცენტს და არა ალტერნატივა იპოთეკური დაკრედიტების. მეორე დეველოპერისთვის ეს არის საშუალება, რომ მიიღოს კონკრეტული თანხა იმ პერიოდში და იმ ფონზე, როცა არ აქვს საფინანსო ინსტიტუტებისგან წვდომა დაკრედიტებაზე და ეს ბოლო თითქმის 1 წლის განმავლობაში ასია. კი, თათია, უბრალოდ ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში დეველოპერი იღებს თანხას, მაგრამ თუ იპოთეკით გაყიდდა, იპოთეკის პირობით გაყიდდა, კლიენტ თანხას მიიღებდა, ხო, წინასწარ. შესაბამისად, აქ ეს ფაქტორია ერთი და მეორე საკითხი, რაც მგონია, რომ აქ მნიშვნელოვანი არის, ეს უკვე ეს საბანკო რეგულაციების გამარტივება, როგორც ასე ვთქვათ,
გამოსავალი, იმიტომ რომ ჩვენ რას უშვებთ, აი მაგალითად აი სცენარი არის ესეთი, ხო რომ გაამარტივა დაკრედიტების წესები ეროვნულმა ბანკმა. ანუ ხელმისაწვდომობა კრედიტზე გაეზარდა მომხმარებლების უფრო მეტ რაოდენობას. რატომ გამოიწვევს ეს მზაობას მომხმარებლის უარი თქვა შიდა განვადებას? ანუ აი ამაზეც უნდა ვიფიქროთ ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ ეს, ანუ ვეცდები, შეიძლება ვცდები და აი კოლეგა რომელიც თვითონ კომპანიას წარმოადგენს გამისწოროს თუ რაღაცა, მაგრამ პრინციპში ჩემი შეფასება არის შემდეგი, რომ აი ამ მოთხოვნის სტიმულირებისთვის დეველოპერები შეიძლება რაღაც ხო იძულებულებიც გახდნენ ამ თამაში შესულიყვნენ, მაგრამ ამან მიიღო ისეთი მასშტაბი, რომ დღეს ფაქტიურად თვითონ გახდნენ ამ სიტუაციის მძევლები. რამდენად მაღალი რისკის მატარებელია. ჩვენ საუბრობდით ცოტა სიღრმეებში თუ შევალთ, შიდა განვადება არის ერთი საკითხი, მაგრამ გააჩნია ამ შიდა განვადებას ფულადი მიმოქცევის რა ნაკადები ახლავს თან. ხო, ბაზარზე გამოსულია ძალიან ბევრი შეთავაზებები, სადაც მაგალითად ვამბობთ, რომ თვეში მხოლოდ $500, $700 ეკვივალენტი ლარში დიახ, პირველად შემდგომის გარეშე. თუმცა საინტერესოა ამის მიღმა რა დგას. და სინამდვილეში ეს შიდა განვადებები რეალურად ქმნის თუ არა ფულადი ნაკადების რისკს, რომელმაც მით უმეტეს საშუალო და მცირე დეველოპმენტში შეიძლება გამოიწვიოს პროექტების გაჩერება, იმიტომ რომ ფული ფიზიკურად არ შედის კომპანიაში. აი ამ ჭრილში როგორ უყურებთ თქვენ? ესე იგი, რა თქმა უნდა, თავისთავად ამ და ვეთანხმები კოლეგას, რომ სამშენებლო კომპანიისთვის ამ სისტემის აწყობა, ასეთი სისტემის აწყობა არის გამოწვევა. და დაკავშირებულია ხარჯებთან და შესაბამისად ეს არ არის მარტივი. მეორე მხრივ, რაღაც მხრივ მგონია და კოლეგას იურიდიულ კომპანიას წარმოადგენს, რომ კონტრაქტუალურ დონეზე ამის გადაზღვევა შესაძლებელია და ეჭვმაქ რომ თუ ყიდველი რაღაცა დროის პერიოდში ვერ ფარავს თანხებს კომპანიას, რომელიც არის გამყიდველი ამ უძრავი ქონების, ექნება შესაძლებლობა ამ კონტრაქტის მოშლის და პირობითად პირსასამყაროს მიღების, ანუ კონტრაქტუალურად ამის გადაზღვევა ჩემი აზრით შესაძლებელი უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ იურიდიულად გამართვადი არის ეს და შეიძლება კომპანია არ დაარჩეს წაგებაში. აქედან გამომდინარე, თავისთავად უკვე რაც შეეხება თვითონ ფულადი ნაკადების მართვას, აი მე ვფიქრობ, აქ არის უფრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, იმიტომ რომ რას პირდება მშენებელს მეტი იპოთეკური სესხი, რომ ის თანხას მიიღებს უფრო მალე, უფრო მეც. და ეს არის მისი უპირატესობა და თუ ლაპარაკობთ ფულად მართვაზე, რა თქმა უნდა, თუ ერთი პირობა არის, რომ მომხმარებელი თავისი სახსრებით პირობითად 2 წელი გიხდის შენატანებს და მერე ჩაერთვება ბანკი, რო კითხო მშენებელს, სხვათანაბარ პირობებში ისევ მაშინვე მინდა მირჩევნია მივიღო თანხა. აგრეთვე მე ამას ვხედა უფრო რელევანტურად ფულადი ნაკადების მართვა. ჩემი აზრით, ბანკთან ურთიერთობის შემთხვევაში არის რაღაც დონეზე, ასე ვთქვათ, აწყობადი, არ ამგონია რომ ეს გამოწვევა იყოს, უბრალოდ დაუბრუნდები თუ შეიძლება იმ თემას, რომ მე მაქვს კითხვები, რამდენად აი გამარტივებული დაკრედიტების წესები ესე მყისიერად შესulis ბაზარს, რომელმაც მიიღო ხასიათი იმის, რომ მომხმარებელი ელოდება ასეთი ტიპის შინაგანვადებას მშენებლისგან. რატომ რაღაცა მაშინაც უნდა შეთანხმება იყოს რაღაც დონეზე, რომ აღარ არსებობს, მაგრამ არ ამგონია ეროვნულ ბანკს ამის შეზღუდვა შეეძლოს. და ბოლოს ერთიც და მინდა რომ ამაზეც ვიმსჯელოთ, რომ თუ გააძვირა შიდა განვადებების სისტემის გაქრობამ და დაკრედიტების გამარტივებამ, დაკრედიტების გამარტივება სხვათანაბარ პირობებში ისედაც გააძვირებს საკრედიტო რესურსს, იმიტომ რომ უფრო მეტ რისკიანი სესხის გაცემა მოუწევს ბანკს. მაგრამ თუ ეს პირადად იმ კალკულაციაში მენტალურ ბუღალტერიას რო აწარმოებს უძრავი ქონების შემძენი, გააძვირებს უძრავ ქონებას, ამან შეიძლება არანაკლებ დაარტყას მშენებლებს იმ ხრივ რომ მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირდეს. ამიტომ აი ამასაც უნდა ვიფიქროთ, ანუ ამ მედალს არა აქვს, მხოლოდ ის რომ აი
ყველა ვარიანტში კაი სცენარი იქნება, შეიძლება პირიქით მოთხოვნა ისე შეამციროს, რომ პირიქით მშენებლებმა თქვან, რომ ეს არ იყო მათთვის სასურველი. მადლობა გიორგი, მოკლე რეპლიკა უნდა და ლევანს და უნდა გადავინაცვლო კალთან. კომპონენტი გამოგჩა, რომელიც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, არის ის, რომ როდესაც ბანკში მივდივარ და სტანდარტულად ცესხს ვიღებთ, ძალიან მნიშვნელოვანია უზრუნველყოფა. ანუ რა ჩაიდება. და როდესაც შიდა განვადებით გავცემთ, ჯერ ეს უზრუნველყოფა შემდგარი არ არის, ესე ვთქვათ რა, შეიძლება დანშლაც კი არ იყოს გაკეთებული, ისე იყიდება. შესაბამისად, ეს კომპონენტი თუ არ დარეგულირდა, მე ვამბობ რას და გამოსავალი რა არის. როდესაც ჩემი პროექტები არის დაფინანსებული სრულად საქართველოს ბანკის მიერ მაგალითად და რისკი რომ არ აშენდეს თავისი მონიტორინგებით, თავისი ყველაფრით ძალიან დაბალია. რატო არ შეიძლება შემოვიდეს, ესე ვთქვათ, ამ რისკში ბანკი და დაიგირაოს ის მოთხოვნა, რომელიც შეიძლება კლიენტს წარმოეშვას, ესე ვთქვათ რა. აი, მე ვფიქრობ, რომ აქ არის აუცილებლად რაღაც გამოსავალი საპოვნე, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც მიდიან, ძალიან ცოტა არის, ვისაც დამატებით სხვა უზრუნველყოფები აქვს რა და ყველა ნაკლები რისკის გამო თავისი შეხედულებიდან გამომდინარე დებს მშენებარეს. და აი მანდარი ერთ-ერთი მომენტი, გარდა იმისა, რომ ბარიერი შესვლის, რა თქმა უნდა, დაბალია, ვიდრე ბანკებთან არის, ხო? გარიგებაში შესვლის ბარიერი საკმაოდ დაბალი გვაქვს. მადლობა, გალწმინდა და ზუკას ვკითხავ, როგორ უყურებთ შიდა განვადებების თემა იმ პროცესებს, რაც უძრავი ქონების სეგმენტში ამ ნაწილში ხდება და თქვენ რისკებს როგორ აფასებთ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მინდა გავიზიარო გამოთქმული შეფასებები და მთავარი კითხვა, რასაც ცოტა შორიდან მინდა მოვუარო და ისე გავცე, პასუხი არის თუ როგორ მოვიდა ზოგადად დეველოპერული სექტორი აქამდე, რომ დღეს ასეთ სრულად გამარტივებულ და დახვეწილ შიდა განვადებების სქემებს თითქმის ყველა მშენებარე პროექტში ვხედავთ. და ცოტა შორიდან რომ დავიწყო, მინდა მოთხოვნას და მიწოდებაზე, რაც შეიძლება მოკლედ ვისაუბრო. და შევეხო 2022 წლამდე პერიოდს თუ რა სურათი გქონდა ბაზარზე. თუ სტატისტიკას ვნახავთ, პირველად ბაზარზე ყოველწლიურად რამდენი ბინაც იყიდებოდა, ანუ დეველოპერები რამდენი ბინასაც ყიდიდნენ ყოველწლიურად, დაახლოებით იმავე რაოდენობის ახალი ბინის მშენებლობა იწყებოდა იმ წელს. ეს იყო 15-დან 17,000 ბინამდე ყოველ წელს. თუმცა 2022 წელს ეს სურათი შეიცვალა ჩვენთვის ნაცნობი მიზეზების გამო, თუმცა მნიშვნელოვანია რომ მოთხოვნის ხარეს ეს იყო ერთჯერადი მასტიმულირებელი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ წლებში მოთხოვნა თავის სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდა და მიწოდების მხარე კვლავ მაღლა შენარჩუნდა. მხოლოდ 2023 წელს მიწოდებას თუ შევხედავთ, წლიურად 40%-ით იყო გაზრდილი საცხოვრებელი ფართობი გაცემულ ნებართვებში. ეს რას ნიშნავს? რიცხვებში რომ ვთარგმნო, მხოლოდ 2023 წელს 19,000-მდე ბინა გაიყიდა პირველად ბაზარზე, მაშინ, როდესაც 30,000-ზე მეტი ახალი ბინის მშენებლობა დაიწყო. მიუხედავად 2024-25 წლებში მცირედი კლებისა ნებართვების გაცემაში, კვლავ ეს ნიშნული ბევრად უფრო მაღლა შენარჩუნდა, ვიდრე ეს არის ყოველწლიური ჯანსაღი გაყიდვების რაოდენობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად პირველად ბაზარზე ჯანსაღი რაოდენობა არის 20,000-მდე ბინა, რაც იყიდება დეველოპერების მხრიდან. ამიტომ ბოლო 3 წელი რომ შევაფასოთ 2025 წელის ბოლომდე რომ დავაპროგნოზიროთ, 2023-დან 25 წლამდე 60,000-მდე ბინა გაიყიდა. მაშინ, როდესაც 85,000-ზე მეტი ახალი ბინის მშენებლობა დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა მიწოდება, გაიზარდა კონკურენცია და ბუნებრივია პირველ რიგში ეს აისახა იმაზე, რომ ფასის ზრდა ბევრად უფრო გართულდა, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. და თქვენ საუბრობდით, რომ შეიძლება იყოს ჭარბი მიწოდების რისკები, თუ კი ეს ნებართვები გაიზრდება მომდევნო პერიოდში. აქედან გამომდინარე რისკებიც ამ ნაწილში გაზრდილია და მიდის საფასო მიმართულებით რბოლა, როგორც დეველოპერები უწოდებენ. აქ არის ბევრი კომპონენტი, რითიც დეველოპერები ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან. თავარი რა თქმა უნდა არის ფასი და თუ წინა წლებში ვხედავდით 10-15%-იან წლieურ ზრდას, 2025 წლის განმავლობაში ეს არის საშუალოდ 3% წლიური ზრდა. თუმცა ფასთან ერთად ეს შიდა განვადების სქემები, რომლებიც რეალურად 2022 წლამდეც არსებობდა, თუმცა პოპულარობა შეინარჩუნა, სწორედ იმის შემდეგ, რაც კონკურენცია ასე კოლოსალურად გაიზარდა და დეველოპერებმა შიდა განვადების სქემებითაც დაიწყეს ერთმანეთთან კონკურენციაში შესვლა. თუ თავიდან ხედავდით საშუალოდ 50-60%-იან წინასწარ შენატანებს, შემდეგ ვიხილეთ 30%-ზე ჩამოსული, 10%-ზე, დღეს უკვე ძალიან ხშირად ხედავთ 0%-იან წინასწარ შენატანით შიდა განვადებებს. რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვერ კეტიც რეალურად ამის პოტენციალით ამოწურულია 0%-ზე უფრო მეტად ვერ გამარტივდება შიდა განვადების სქემები და შესაბამისად გამოსავალსაც
რა თქმა უნდა, აქ რეგულაციებმაც ითამაშა თავისი როლი, თუმცა ვფიქრობთ, რომ აქ მიწოდების მხარე არის მთავარი პასუხი ამ ყველაფერზე, ანუ მიწოდების მხარეს არის საჭირო, რომ შენელდეს ნებართვების გაცემა, რათა მოთხოვნა და მიწოდება, რაც დისბალანსშია დღეს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ერთ ალბათ ბანკების მხრიდანაც იმ პოლიტიკისა, რაც აქვთ დღესდღეობით, იმიტომ რომ ამ რისკებს ხედავენ დეველოპერულ სექტორს, სხვა ვერავინ ვერ აზღვევს, შეიძლება ითქვა საფინანსო სექტორი თავად ცდილობს თავის მარეგულირებისა პრინციპებიდან გამომდინარე. ბანკებზე ორი სიტყვით რომ თქვა, ანუ ბანკები რა თქმა უნდა გრძნობენ სექტორში რაც ხდება და თუ ეს ჭარბი მიწოდების რისკები გაზრდილი არის, რა თქმა უნდა ბანკები ამას ხედავენ. თუმცა თვითონ სტატისტიკურად რომ შევეხო, პირველ რიგში არ ვიტყოდი რომ მაინც და მაინც ესე გაჩერებული არის დაკრედიტება. ერთი სტატისტიკა რაც ვნახე 2019 წლამდე ბიზნეს სესხების პორტფელი, მთლიანად ბიზნეს სესხებში 4%-იან წილს იკავებდა საბანკო პორტფელში და 25 წლის პირველ ნახევარში უკვე 11%-ს აცდა. ანუ რა თქმა უნდა კონცენტრაცია გაიზარდა და ბუნებრივია ბანკებს აქვს შიდა პოლიტიკა, სადაც დივერსიფიკაცია არის საჭირო. მეორე ეს ისევ ჭარბი მიწოდების რისკებამდე მივდივართ, რადგან გაზრდილი კონკურენციის პირობებში ბუნებრივია ბანკებს უფრო მეტი არჩევანიც აქვთ და შესაბამისად ბუნებრივია რომ ყველა პროექტი ვერ დაკრედიტდება. სანამ მოვიდოდი ვნახე სტატისტიკა 2025 წლის ტოპ 20 გაცემული ნებართვა შევამოწმე და შევადარე 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ვნახე რომ წელს ტოპ 20 ნებართვიდან 9 პროექტში ნაწილობრივ მაინც ბანკი აფინანსებს ამ პროექტს, 2024 წელს ეს იყო 20-დან 10 პროექტი. არ შეიძლება ვთქვათ რომ ეს გაჩერებული არის დაკრედიტება, თუმცა ბუნებრივია რომ უფრო კონსერვატიულად უყურებენ ახალ პროექტებს. თუ სწორედ გავიგებთ, კოთარ თქვენთან მექნება კითხვა. ესე იგი, ბაზარზე არსებულმა ჭარბმა მიწოდებამ გააჩინა უფრო გამარტივებული შესყიდვების ფორმები. იმისთვის რომ დეველოპერებს ერთმანეთისთვის კონკურენცია გაეწიათ. ამ ფონზე საბანკო სექტორი უარს არ ამბობს სრულად, მაგრამ გარკვეულწილად თავს იზღვევს და აღარ გასცემს იმ დოზით იპოთეკურ სესხებს და მათ შორის დეველოპერულ სესხებს, რაც მანამდე იყო. გამოდის რომ მთელი რისკები გადავიდა დეველოპერულ ბიზნესზე და ასევე მომხმარებლებზე. ეხლა უთარ თქვენთან მაქვს კითხვა. და ლევან, თქვენ ახსენეთ წეღან რეგულირება მით უმეტეს აი ამ ფონზე. უნდა რეგულირდებოდეს თუ არა ეს ყველაფერი. რადგან თუ ჩვენი ბაზარი, რომელიც საკმაოდ მერყევია, ქვევით წამოვა, პრაქტიკულად ის ადამიანები, ვინც თუნდაც შიდა განმადებით გარკვეული თანხები შეიტანეს დეველოპმენტში, ძალიან დიდი რისკის წინაშე დადგებიან და ასევე დეველოპერული კომპანიებიც, რადგან მათთან ფულადი ნაკადები შეწყდება. უნდა რეგულირდებოდეს თუ არა ეს მიმართულება. გოგა, დათია პირველ რიგში მადლობა ასეთი აქტუალური თემის წამოწევისთვის. მე ვესწრებოდი თქვენს ღონისძიებას, იქაც არაერთი აზრი გავრცელა და მთავარი ესე ვთქვათ, ხაზი და თქვენი კონფერენცია ეძღვნებოდა ალბათ დღევანდელი საუბარით, ეს არის უსაფრთხო უძრავი ქონება. უძრავი უსაფრთხო ქონება არ ნიშნავს უსაფრთხოებას მხოლოდ დეველოპმენტის მხრიდან ან საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მიმართ. აქ საუბარი არის მომხმარებლებზე და მე მინდა რომ ყურადღება აი ამ ნაწილს დაუთმო. უსაფრთხო ქონება ვერ შეიქმნება თუ ყველა მდგენელი ამ კომპონენტში არ გზნობდა ყველა უსაფრთხოდ თავს, ანუ მხოლოდ დეველოპერი გზნობს უსაფრთხოდ თავს. ეს არ არის უსაფრთხოება, ხო? აქ არის მომხმარებლები, ათასობით ადამიანი. თქვენ თითქმის მიხვედით იმ სათქმელთან, ნახეთ, დეველოპერი გამოვიდა ერთის მხრივ მშენებელი და მეორე მხრივ საფინანსო ორგანიზაცია. დიახ, ის აქტიურად იზიდავს ფინანსურ სახსრებს სხვადასხვა სარეკლამო პოლიტიკით და ძალიან წააგავს საფინანსო ორგანიზაციების მიერ მოწოდებას მოგზანდით თანხები შემოიტანა ჩვენთან და სამაგიეროდ ჩვენ ამას გავაკეთებთ, იმას გავაკეთებთ და ასე შემდეგ. ნახეთ, ეს არ არის უსაფრთხოება, აქ მე ძალიან დიდ რისკებს ხედავ. მე მესმის რომ არიან ესე ვთქვათ მაღალ კვალიფიციური სამშენებლო კომპანიები, რომელთა თავიანთი ზოგს აქციები აქვს, ზოგს როგორ აქვს დაზღვეული თავის კაპიტალი, თუმცა ის არ არის დაცული იმ რეგულაციებით, როგორც საფინანსო ორგანიზაციები. კერძოდ, ეროვნული ბანკი მათი ფინანსური სახსრების შედინებას კომპანიაში ვერ აკონტროლებს. თუ რას პირდება სამაგიეროდ, ხო? რაც ბანკებს და საფინანსო ინსტიტუტებს აქვს რეგულაციები, ისინი თუ მოიზიდავენ რაღაც X ლარს, ვალდებულები არიან გამოახდინონ საგარანტიო თანხების დეპონირება, ხო, რომ მოსახლეობა თუ აქციონერები არ დაზიანდნენ. აქ ეს არ გვაქვს და ხდება არის სურათი როგორი, ხო? მოქალაქეები იხდიან თანხას შიდა განმოდებაში, იურიდიულ საფრთხეებზე მეანიშნეთ და
ბევრი კომპანია საერთოდ არ არეგისტრირებს ამ ხელშეკრულებას, არ გამოაქვს მზის სინათლეზე, ესე ვთქვათ, ის არ რეგისტრირდება საჯაროში, თავის სიღრმეში ინახავს ამ დოკუმენტებს, რაც არის კატასტროფა, ვფიქრობ, მომხმარებლების უფლებებისთვის, რადგანაც თუ ეს დოკუმენტაცია ერთიც უბრალოდ განადგურდება, მომხმარებელს ძალიან გაუჭირდება იმის მტკიცება, საერთოდ მოახდინა თუ არა ინვესტირება ამ გააკეთა თუ არა განვადება, იმიტომ რომ ის არ არის საჯაროში რეგისტრირებული. მეორე არის, დაუშვათ საბანკო ფორმით მოახდინა თუ არა საბანკო ფორმით, თუმცა იქაც უამრავი სქემაა, მაგალითად კომპანიებს აქვთ სხვა შვილობილი კომპანიები და მომხმარებელს ისე გაუწერენ, ესე ვთქვათ, სხვა შვილობილი კომპანიის ანგარიშის ნომერს, სადაც უნდა ჩარიცხონ ეს თანხა ამ ქონების ღირებულებისთვის, რომელიც არ კონტროლდება არავისაგან რა. მოკლედ, რამდენად არის დაცული მოქალაქეების უფლებები, მომხმარებლების უფლებები. რა თქმა უნდა, არ და არ ვიცი, მე მაინც შესაძლებელია ერთის მხრივ მე ვერ ვიტყვი იაფია განვადებით ნაყიდი ქონება, ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ დეველოპერი თავისი გამოუცდელობით ამ სფეროში ცდილობს, რომ მაქსიმალურად დათვლის გარეშე მაღალ თანხად დააფასოს, რომ ვაი თუ გაუთვლელი პროგნოზის მოქმედებები მოხდა, მან უზრუნველყოს თავის უსაფრთხოება. ამიტომ დეველოპერი აქ ვერ ზიანდება ერთ-ერთ შემთხვევაში, იმიტომ ფულების მიმღებია, აქ საკითხი დგას დეველოპერსო ფეხი გადაუბრუნდეს. დეველოპერმა რომ ვერ შეძლოს პროექტის შესრულება, ვეღარ აუვიდეს თავის დავალება. ან უბრალოდ საგადასახადო ორგანოსთან მოუხდა რაღაცა დაუშვათ ვერ აღრიცხა რაღაც და დიდი ჯარიმების ან რაღაცის წინაშე დადგა. მომხმარებელი აბსოლუტურად დაუცველია, იწყება საახსრულებო მოქმედებები მის მიმართ, არ ჩანს მომხმარებლის შენატანი, ანუ არ არის დაზღვეული უძრავი ქონება. და აბსოლუტურად უდგებით დაახლოებით შეიძლება დავდგეთ ისეთი ფაქტის წინაშე, როგორშიც დავდექით სხვა ფინანსური პირამიდების. მე არ ვამბობ, რომ ამაში რაიმე გათვლა აქვს დღევანდელ დეველოპერებს. ფაქტიურად შეიძლება ასე მოხდეს, რომ სამშენებლო ბიზნესში წავაწყდით ბევრ ასეთ ფაქტს, როცა მშენებელი გაიქცა, მშენებელმა ვერ შეძლო რაღაც გაკეთება. სრულად მეტ პასუხისმგებლობაზეა დაბოკიდებული და იმ ფინანსებზე. აბსოლუტურად და მის აქტივებზე, რომელიც არავინ არ იცის. გეუბნებით ფარატინა ფურცლებით ხდება უძრავი ქონებების შეძენა. გაწერილი გრაფიკით მართალია, მაგრამ ისე რომ არ რეგისტრირდება ეს გარიგება. ერთი დამაზუსტებელი კითხვა. ასეთი რეგულაციების შემოღების შემთხვევაში რამდენად შეიძლება ბაზარი საწყის ეტაპზე თუნდაც შენელდეს? ამან გამოიწვიოს გარკვეული რაღაც უნებათა ღელვა და მათ შორის კიდველების დაპაუზება და სექტორი მნიშვნელოვნად კი იმისთვის კეთდება, სავარაუდოდ თუ გაკეთდება, რომ უფრო დაცული იყოს, მაგრამ თავიდან ცოტა გაუგებრობად შემოვიდეს და გაჩნდეს. არ ამგონია, რადგანაც ნახეთ ადამიანს ურჩევნიათ, რომ იპოთეკური სესხით ბანკისგან დაფინანსებული აიღოს, დეველოპერსაც ურჩევნია, რომ ბანკმა ერთდროულად დააფინანსოს მისი პროექტი და მან მხოლოდ აშენოს. ოღონდ ისეთი პირობით, რომ დეველოპერსაც კონდეს გახსნას. ნახეთ, ჩვენ გვინახავს სხვა ობიექტები, სადაც პროდუქტები იყიდება განვადებით, ხო? პროდუქცია. მე ვერ ხედავ პრობლემას იმაში, თუ სამშენებლო კომპანია გამოუყოფს რომელიმე საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელს თავის ოფისში, თავისი პროგრამებით ხო საფინანსო ორგანიზაცია იქნება განთავსებული სამშენებლო კომპანიის გაყიდვებში და იქიდან მოქნილი სახით დაამენეჯმენტებს ამ გაყიდვებს. ანუ იქ გაუკეთებს. რა თქმა უნდა, რეგულაციები გამოსავალია, თუ გაიაფდა და მიღების, სესხის მიღების საშუალება თუ უფრო ადვილი გახდა, ვიდრე დღეს არის და მე და ბიზნესი ცოტა უფრო მოქნილად მიიწევს, ასეთ წარმომადგენლებს თავიდან, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალაქე იქვე იყიდის, ისევე როგორც დღეს განმადებას ვაფორმებთ სამშენებლო კომპანიის ოფისში, მე აქ ძალიან დიდ პრობლემას ვერ ხედავ, მთავარია რომ ეს ორი გაიოლდეს მომხმარე, მაგრამ დეველოპერს ალბათ დღეს ისეთი ტიპის მომხმარებლებთან ურთიერთობა ასტიმულირებს, რომლებსაც ბანკები არ აძლევენ სესხს, არიან საზღვარგარეთ, არიან ემიგრანტები, არ აქვთ ვერ ადასტურებენ შემოსავლებს და ზოგი მათ შორის პირველად შენატანი. მაგრამ დიახ, დეველოპერი რისკავს, იმიტომ რომ არაფერს არ რისკავს. თავისთან შეაქვს თანხები, სამაგიეროდ არაფერს არ აძლევს, აძლევს ესე ვთქვათ დაპირებას, რომ ააშენებს და თუ არ გადაიხადა მან დეველოპერი არაფერს არ აკეთებს დააჯარიმებს და როგორ ხედავთ ამ რეალობიდან გამომდინარე მომავალ დეველოპმენტისას არსებული რისკებიდან გამომდინარე ხომ არ დავალოდოთ განსხულებას მათ შორის უკან საუბრობდა რომ აფინანსებენ მსხვილ პროექტებს დიდ დეველოპერებს სადაც რისკი ნაკლებია როგორ უყურებთ ამ ბაზრის მომავალს
ერთის მხრივ ბიზნესის გადმოსახედიდან სიგიჟეა რეგულაციებს ვითხოვდეთ რა, როდესაც ბიზნესი იზრდება, მაგრამ მეორეს მხრივ რა პრობლემებთან შეიძლება მივიდეთ, ამაზე მეფიქრება ხოლმე და სწორედ აქედან გამომდინარე მიჩნდება მუდმივად ეს აზრი. არ შეიძლება ალბათ სრულად შეწყვეტა და ძალიან რთული იქნება შიდა განმარტებების სრულად შეწყვეტა და მე ვფიქრობ, რომ გაყიდვებზე აუცილებლად აისახება, იმიტომ რომ ბანკი სრულად ამ ნაკადს ვერ გადაიტანს და გარკვეული დრო დაჭირდება გადატანას. თუმცა მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია გამოიყოს კვალიფიციური დეველოპერები, რა, რომლებიც შეფასდებიან კონკრეტული კრიტერიუმები და რომლებსაც ექნებათ უფლება გასცენ ესეთი ტიპის შიდა განვადებები. მე ვფიქრობ, რომ ბაზარი გამსხვილებისკენ ნელ-ნელა დაიძრა, ხო? როდესაც ვითარდება ბაზარი, ყოველთვის ხდება გამსხვილება, თითქმის ყველა დარგში, ყველა მიმართულებით ესეა. ესეც გარკვეულწილად გამოიწვევს გამსხვილებას, თუ მხოლოდ კვალიფიციურ დეველოპერს შეიძლება განვადებით გაცემა და არა სხვებს, ესე ვთქვათ, აუცილებლად ეს პატარა კომპანიები, პატარა დეველოპერები, მაღალი რისკის მატარებელი, რომლებმაც მერწმუნეთ, რომ შეიძლება ჩამოშალონ მთელი ბაზარი, 1-2 პატარა დეველოპერის პრობლემა. აუცილებლად მოვლენ მსხვილ კომპანიებთან და დაიწყება ნელ-ნელა გამსხვილება. მე უფრო აი მაკეტკენ უყურებ, რომ უფრო კვალიფიციური დეველოპერების შექმნა იქნება მნიშვნელოვანი, რომლებსაც ექნებათ უფლება გარკვეული ჩარჩოთი იმოქმედონ და დააფინანსონ შიდა განვადებით და უფრო მართვადი იქნება, როგორც ეროვნული მხრიდან დღეს აი წარმოდგენა არ აქვს არავის, რა მოცულობით ცესხებია გაცემული შიდა განვადებით. მინიმუმ ინფორმაცია მაინც გვეცოდინება, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ არ არის აგანგაშო, ყველაფერი რიგზეა და გავაგრძელოთ ესე რა და უფრო მართვადი იქნება და ბანკებისთვისაც უფრო მართვადი იქნება დაკრედიტება ესე რომ ვთქვათ. მადლობა გიორგი, მოკლე რეპლიკა შეჯამებისთვის რასაც მე მგონია, რომ ჩვენი პრობლემა არის, რომ სწორ გამოწვევას ვთილობთ, რომ უმკურნალოთ არასწორი საშუალებით. ხო? იმიტომ რომ ყველა რისკი, რასაც ის საუბრეს კოლეგებმა, მეტად თუ ნაკლებად ვიზიარებ, მაგრამ ის რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გაამარტივოს დაკრედიტების წესები, რომ გასცეს მეტი იპოთეკა, მე მგონია ეს ამას არ მოაგვარებს, იმიტომ რომ ჩემი აზრით პირიქით შეიძლება გაზარდოს ეს რისკები, იქიდან გამომდინარე, რომ თუ მეტი ადამიანს ექნება ხელმისაწვდომა კრედიტზე, უფრო თავისუფლად ეცდება შიდა განვადების აღებას, რომ მე 1-2 წელიწადში სესხიც აიღოს. ამიტომ შეიძლება პირიქით ამ მიდგომამ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა გაამარტივოს დაკრედიტება, რაც მისი მანდატია. პირიქით კონტრშედეგი მოგცეს. რაც შეეხება იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა შეუზღუდოს მშენებლებს რაღაცა ტიპის აქტივობა, ეს მგონი მის მანდატს ხდება. ანუ არასწორ ჯგუფს თხოვთ არასწორ რეგულირებას. ჩემი აზრით, აი უკასაც გავაგზელებ, რომ ამ შემთხვევაში უფლეს ნებართვების გაცემის გამცემი შეიძლება იყოს იზრგოლი, რომელმაც შეიძლება აი ეს არსებული რისკები, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ 1-2 ცუდი სცენარი ბაზარზე მას შეიძლება აი გაკოტრება რომელიმე პატარა სამშენებლო კომპლექსს შეიძლება მოგცეს დომინოს ეფექტი, რომელსაც ვერაფერი ვეღარ გააჩერებს. მაგრამ აქ უკვე შეიძლება გამკაცრება ნებართვის გაცემის წესების, რომლის შემთხვევაშიც გადაიზღვევს თავს ქვეყანა, რომ ნებართვის ამღებს კონდეს მაქსიმალურად გადაზღვეული რისკები, შეძლებს თუ არა პირობითად ის თავისი მშენებლობის, რომელზეც ნებართვა აიღებს დასრულებას. ეს რა თქმა უნდა გააძვირებს რაღაც მშენებლობას, მაგრამ ამ რისკებს გადაგვიზღვევს. ჩემი აზრით, მიმართვა ეროვნული ბანკის მიმართ, რომ მან მოაგვაროს აი ამ ბაზარზე შექმნილი პრობლემა, არ მგონია რომ იყოს, ასე ვთქვათ, არ გაგონია გადაჭრას პრობლემები, რაზეც დღეს ვისაუბრობთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. ლევან დიასამიძე, იბერ კომპანიის დირექტორი, ვალერი გურგენაძე, ELTE ჯგუფის კომერციული დირექტორი გვერდებოდა, ზუკა თავყელიშვილი, გალტა დაკარდის ასოცირებული მკვლევარი, გიორგი ხიშტოვანი, ეკონომისტი და ოთარ კაჭკაჭიშვილი, OKNCG-ს დამფუძნებლები იყვნენ უძრავი ქონების პროსპექტის 2 დეკემბრის გამოშვების სტუმრები. ამით დღევანდელი და მიმდინარე კვირის გამოშვება დასრულებულია. შევხვდებით მომავალ სამშაბათს BMG TV-ზე. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ.
გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. JETEX-ი, ISO სერტიფიცირებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. გადაცემის თანაავტორია პროსპექტი. უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია 2018 წლიდან.